ბათუმი და ბათუმელები ასე ქვია საღამოს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ოსმალთა ბატონობის შემდეგ ბათუმის ისტორია, ტრადიციები და ღვაწლმოსილი ადამიანების ცხოვრება გაიხსენეს. საღამოს ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეები, ღვაწლმოსილი ბათუმელები და სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი ორგანიზატორების თქმით ახალგაზრდებში ბათუმისადმი სიყვარულის გაღვივება, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი პატივისცემა, მათი ღვაწლის დაფასების სურვილია. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ფოტო გამოფენაც. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს ისტორიულ ნარკვევებთან ერთად არაერთი ვოკალური და ფოლკლორული ნომერი შესთავაზეს. კითხულობდით, უფრო ჩაუღმავდით იმ ადამიანების შესახებ ცნობებს, ვისაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბათუმ ქალაქის აღმშენებლობაში და ვინც არის სასახელო მოქალაქე ბათუმისათვის. დაახლოებით ერთი თვეა რაც გადაუწყვეტეთ, გეგმაში გქონდა და ამის შემდგომ სხვა ღონისძიებებიც ჰქონდა და განვახორციელეთ ეს ღონისძიება სხვა ღონისძიებების მსგავსად. მიზანი იყო, რომ ბავშვებისათვის გაგვეღვივებინა ჩვენი კუთხის, ჩვენი ქალაქის სიყვარული და რაც მთავარია, მადლიერების გრძნობა, რომ რა გააკეთა წინაპარმა, რომ ამ ბავშვებმა ეს მიიღონ, შეინახონ და გააგრძელონ ასე ლამაზად თავიანთი ცხოვრება. როცა ახალგაზრდობა უკვე ითავისებს იმას, რომ შენ უნდა გიყვარდეს შენი მშობლიური ქალაქი და ამასთან ერთად უნდა იხსენებდე იმასაც, რაც წარსულში იყო და რაც ღირსეული იყო და იმისი დაფასება შეგიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი და კარგი იქნება მომავალში.